ეს მაგარი ამბავი ივლისში მოხდა და ახლა გიყვებით. ქართველმა ბავშვებმა ევროპული ტურნირი მოიგეს. საფეხბურთო სკოლა ნორჩი დინამოს გუნდი დანიაში საერთაშორისო ტურნირ დანაკაპზე გაემგზავრა. დანაკაპი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირია, რომელიც 40 წელია ტარდება. ჩაბი ალონსო, ანდრია პირლო, ძმები ლაუდრუპები ეს იმ ვარსკვლავების არასრული სია, რომლებსაც ტურნირში სხვადასხვა დროს მიუღიათ მონაწილეობა. წელს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 45 ქვეყნის 1100 გუნდი ჩავიდა. ტურნირზე ნორჩი დინამო 2014 წელს დაბადებული ფეხბურთელების 2 გუნდით იყო წარმოდგენილი, რომლებიც A და B დივიზიონებში გადანაწილდნენ. A დივიზიონში მოთამაშე ნორჩმა დინამომ ჯგუფის სამივე თამაში მოიგო ბურთების შეფარდებით 18-0-ზე. ამ შედეგისთვის გუნდმა სპეციალური პრიზიც მიიღო. გუნდი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა და ტურნირი მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. B დივიზიონში მოთამაშე გუნდმა კი ტურნირზე ნამდვილი სასწაული მოახდინა და გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც დანაკაპი მოიგო. ფინალში მათ ადგილობრივი დანიური გუნდი 4-0 დაამარცხეს. მოკლედ ორივე გუნდი სამშობლოში მედლებით და თასებით დაბრუნდნენ. ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ პატარა ჩემპიონებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.